როცა ბავშვს გამონაყარი ხელებზე და ფეხებზე, მშობლები ხშირად ფიქრობენ, ხომ არ არის ალერგია, ან ჩუტყვავილა, ან წითელა, ან წითურა, მაგრამ არა, ბევრ შემთხვევაში არ არის არც ერთი, არამედ არის ხელის, ფეხის და პირის დაავადება, ასე ქვია დაავადებას და მას იწვევს ვირუსი, სხვადასხვა ვირუსმა შეიძლება გამოიწვიოს, ყველაზე ხშირად კოქსაკის ვირუსი და ხალხში ცნობილია ეს დაავადება როგორც კოქსაკის ვირუსის სახელით. ძირითადად ემართება ბავშვებს 10 წლამდე, დიდებში შეიძლება, მაგრამ ძალიან ნაკლებად და მთავარი მახასიათებელი რითიც ცნობენ ამას არის რომ ხელებზე, ფეხებზე აყრის ოღონდ ბუშტუკებად, ანუ ჩუტყვავილასავით აყრის. აი გეგონება ჩუტყვავილა ხელის გულებზე, ფეხის გულებზე და პირის ღრუში, შიგნით, ანუ ენაზე, ლოყების ღრძილებზე, ლოყების კედლებზე და სტომატიტსაც გავს, ჩვენ სტომატიტს რო ვეძახით ხოლმე, პირის ღრუში მაგას გავს, ოღონდ არის რამდენიმე და კინეულია, დისკომფორტი აქვს ბავშვს ჭამაში ხელს უშლის, ყლაპვაში ხელს უშლის და ეს პრობლემა ხელებზე და ფეხებზე რო გამონაყარი აქვს ბუშტუკებივით, იმას როგორც წესი არ ახასიათებს არც ტკივილი და არც ქავილი. ეს სიმპტომები გრძელდება დაახლოებით 7-დან 10 დღემდე და ბავშვი მერე კარგად ხდება. როგორც წესი ეს დაავადება უმეტეს შემთხვევაში გაივლის თავისით. ზოგ შემთხვევაში შეიძლება კვირების მერე ფრჩხილი დაკარგოს ბავშვმა, რაც არ არის პრობლემა მოკლედ, თუმცა ამ ვირუსული ინფექციიდან რამდენიმე კვირის შემდეგ შეიძლება მოხდეს ეს და ონიქომედეზი ქვია ამას და მშობლის შეიძლება გასაკვირი იყოს რატომ მოხდა რომ ბავშვი ფრჩხილს კარგავს, მაგრამ იცის მოკლედ ამ დაავადებამ დიდებში ძირითადად კი ვითარდება, როგორ არა ემართება დიდებს, მაგრამ ეს გამონაყარი და ესენი არ აქვს და უბრალოდ გაციებას გავს, გაციებასავით გადააქვს დიდს, მაგრამ გადამდები არის, დიდიც გადამდები არის. ამიტომ სიფრთხილეა საჭირო. უმეტესად ორალურ-ფეკალური გზით გადადის ხოლმე, წყლით გადადის, დაბინძურებული წყლით, აუზებით და თავშეყრის ადგილები, სადაც ვირუსი ორგანიზმში შეიძლება მოხდეს. ეს კოქსაკის ვირუსი ძირითადად, კოქსაკის ვირუსიც ენტეროვირუსებს მიეკუთვნება და კოქსაკის ვირუსი A16, კოქსაკის ვირუსი B და ენტეროვირუს 71. ესენია რაც იწვევს აი ამ ხელის, ფეხის და პირის დაავადებას და თავიდან მრავლდება ან ცხირხახის მიდამოში მოკლედ, ან ნაწლავებში იწყებს ეს ვირუსი გამრავლებას, მერე სისხლით გადაადგილდება და ამიტომ არის რომ კანზე, ლორწოვან გარსებზე იწყებს გამრავლებას და კანის დაზიანებას და ამას ჩვენ ვხედავთ. იშვიათ შემთხვევაში, არასასურველი შემთხვევა რა თქმა უნდა ეს, შეიძლება ვირუსმა დაინფიციროს გული და გამოიწვიოს მიოკარდიტი და გამოიწვიოს გულის უკმარისობაც, განსაკუთრებით ეს არის შედარებით საშიში ახალშობილებში და ძალიან პატარა ბავშვებში და იმ ბავშვებში, რომელსაც იმუნიტეტი შესუსტებული აქვს, შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული არითმიები, გულის კუნთი დააზიანოს და გულის კუნთის სიკვდილი გამოიწვიოს ამ ვირუსმა. ამიტომ კოქსაკის ვირუსი თლად უნებელი არაა, მაგრამ არც ისეთი საშიში არ არის, იმიტომ რომ ადამიანის უმრავლესობა ისე გადაიტანს, რომ არაფერი არ დაემართება. მთავარი რისკ ფაქტორები კოქსაკ ვირუსისთვის არის ჰიგიენის არ დაცვა, საკმარისად ხელების არ დაბანვა, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, დაბინძურებული წყალი და ადამიანების თავშეყრის, სადაც ბევრი ადამიანი ერთად აეგა, ყველაზე მთავარი პრობლემა რეალურად. აქვს ეს მნიშვნელოვანი რისკი კოქსაკ ვირუსს გულის დაზიანება, რომელიც უნდა გვახსოვდეს, თუმცა იშვიათია, მაგრამ მაინც მისაქცევია, რომ სუნთქვის გაზრდება არ უნდა ქონდეს ბავშვს. გულის ცემის აჩქარება ან პალპიტაცია, ანუ არითმიები არ უნდა ქონდეს ბავშვს. გულის წასვლა კი ბავშვი ცუდად იკვებება, იმიტომ რომ ვერ ყლაპავს და ეს ეგ ერთი პრობლემაა, მაგრამ
ას მივარდნილი არ უნდა იყოს ბავშვი, ეგეც მნიშვნელოვანია. მეორეს მხრივ თვითონ კოქსაკ-ვირუსი არ ახასიათებს თავის ტვინის დაზიანება, მაგრამ აი ამ ხელის ფეხის და პირის დაავადების გამომწვევ მეორე ვირუსს, რომელსაც ენტეროვირუსი 71 ქვია, მას ახასიათებს თავის ტვინის დაზიანება ნეიროტროპულ ვირუსს ეძახიან, რადგან არსებობს ბარიერი თავსა და სისხლძარღვებს შორის, რაც სისხლში ხდება, პირდაპირ თავში არ უნდა მოხდეს ის. ტვინში არ უნდა მოხდეს, თორე ეს ყველაფერი იმოქმედებდა თავის ტვინზე და საკმაოდ სულ დღეში ვიქნებოდით. ამიტომ, მაგრამ ეს ვირუსი ლახავს ამ ბარიერს და შეუძლია რომ თავის ტვინის ანთება გამოიწვიოს განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომელსაც იმუნიტეტი აქვს დასუსტებული და მენინგიტი ან ენცეფალიტი გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში ბავშვს ძლიერი თავის ტკივილი, კისრის გაშეშება, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომია კისრის გაშეშება, გულყრა შეიძლება ქონდეს. ეხლა მნიშვნელოვანია როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, ეს არის ხელის ფეხის და ახლა მნიშვნელოვანია როგორ გავარჩიოთ ერთმანეთისგან, ეს არის ხელის ფეხის და პირის დაავადება, თუ ეს არის სხვა დაავადება. მაგალითად ჩუტყვავილა. ჩუტყვავილასგან რით განსხვავდება? ერთნაირი გამონაყარი აქვს, მაგრამ ჩუტყვავილა მთელ სხეულზე გამონაყარი. აი ეს არის მთავარი განსხვავება. იქ ხელის გულებზე, ფეხის გულებზე და პირის ხრუში. აი ეს არის მთავარი განსხვავება. წითელა და წითურასგან როგორ გავარჩიოთ? წითელა და წითურა ძირითადად იწყება სახიდან და ჩამოდის მერე ქვევით ვრცელდება მთელ სხეულზე გამონაყარი. გამონაყარიც განსხვავებულია, ანუ უფრო პირდაპირ წითელ გამონაყარს იტყვიან და აქ ბუშტუკები ვითაა, ანუ ეს ხელის ფეხის და პირის დაავადება და უფრო ბუშტუკები, ჩუტყვავილას ბუშტუკებს გავს, ეგაა განსხვავება კიდე. ალერგიული ცხელება ან ალერგიისგან რითი განსხვავდება. რითი განსხვავდება და ალერგიის დროს სიცხე არ აქვს ადამიანს და პირშიც წყლულები არ უჩნდება ადამიანს. ამით განსხვავდება. აფთოზური წყლულები ან აფთოზურ სტომატისაც რო ვეძახით ხოლმე, მაგის გარეთი განსხვავდება. მაგის იმითი რომ კი პირის ხრუში წყლულები იმასაც ახასიათებს ამასაც, მაგრამ ამ აფთოზურ წყლულებს არ ახასიათებს ხელის გულებზე და ფეხის გულებზე ბუშტუკები. ამით განსხვავდება. სკარლეტის ცხელების გარეთი განსხვავდება. სკარლეტის ცხელებას ახასიათებს გამონაყარი, რომელიც არ ვიცი ქართულად რა ქვია, შკურკას რო ვეძახით, ჩვენ შკურკისებური გამონაყარი ახასიათებს, ანუ ხო წარმოგიდგენიათ, წითლად ოღონ აი ეგეთი ხავებიანი ის გამონაყარი რო ქონდეს. და ამ შემთხვევაში ხელის ფეხის და პირის დაავადებას ახასიათებს ბუშტუკები. აი ასე შეიძლება რომ გაარჩიო სხვა დაავადებებისგან. დიაგნოზისთვის როგორც წესი არ არის საჭირო PCR ტესტების ჩატარება, თუმცა შესაძლებელია და ზოგჯერ საჭირო ხდება მის დადგენა, მაგრამ როგორც წესი სიმპტომით ადვილი მისახვედრია. მკურნალობა პირდაპირ ანტივირუსული მკურნალობა არ არსებობს, რომ ვთქვათ, რომ ეს აღიარებული ანტივირუსული მკურნალობა, რომელიც ამ დაავადებას განკურნავს, არც არის საჭირო როგორც წესი ბუნებრივად ინკურნება თავისით. რაც შეეხება, არის ლეკონარილი ესეთი პრეპარატი, რომელსაც აქვს ეფექტურობა აჩვენაკლებებით, მაგრამ აპრობირებული გაიდლაინების დონეზე არ არის ეს პრეპარატი. ცხელების მოსახსნელად და ტკივილის შესამცირებლად იბუპროფენი მაგალითად ან ეს პარაცეტამოლი, აცეტამინოფენი, იბუპროფენი 6 თვიდან ზევით. წყლულებისთვის ლიდოკაინის 2%-იანი გელი, რომელიც ამ ტკივილს ამცირებს, ან მე ბავშვი უკეთესად ჭამს და ჰიდრატაციას უმჯობესდება. ბენზიდამინის სპრეი ან გამოსავლები, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ან სუკრალფატის სუსპენზია, რომელიც გარს ეკრის ამ იმ წყლულებს და იცავს და
ბავშვი უკეთესად ჭამს და უკეთესად სვავს. ეხლა კანზე გამონაყრისთვის როგორც წესი არაფერი არაა საჭირო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში თუთიის ოქსიდის კრემი ძალიან ეფექტური აშრობს და ბარიერული დამცავი ფუნქცია აქვს. კალამინის ლოსიონი ან კალამაინის ლოსიონი დამამშვიდებელი მოქმედება აქვს და ჰიდროკორტიზონის 1%-იანი კრემი, რომელსაც თუ ეკავება და ეს ალერგიული ფონიც აქვს, მოუხსნის ბავშვს, თუმცა ხანმოკლე დროის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ. ხო, კბილების გახეხვა და ეს ნაზად, მარილიანი წყლის გამოვლება მცირედით ესეც ეხმარება დამშვიდოს პირისხრო და დაიცვას პირისხრო მეორადი ინფექციისგან და ეს მეორადი ინფექცია არ შეიჭრას და არ გაუღიზიანოს ეს წყლები. ამისთვის ჰიდრატაცია ძალიან მნიშვნელოვანია და ცივი ნაყინი ან საწუწნი ან იოგურტი, რასაც შეძლებს ბავშვი რომ შეჭამოს. ციტრუსები და მჟავე უნდა აიცილოს თავიდან, იმიტომ რომ პირიქით შეიძლება გააღიზიანოს. რთულ შემთხვევებში რა თქმა უნდა ჭირდება ჰოსპიტალი, ანუ მკურნალობა კლინიკაში, მაგალითად თუ მიოკარდიტი აქვს ბავშვს, აუცილებლად ჭირდება კლინიკაში დაწოლა და აპარატის შეერთებაც საჭირო ხდება ხოლმე. აუცილებლად ჭირდება ჰოსპიტალური მკურნალობა ენცეფალიტის ტვინის ანთება თუ განვითარდა. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა. მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ. თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ. მადლობა ინტერესისთვის.